ზესტაფონში გამოჩენილი ქართველი მსახიობის საქართველოს სახალხო არტისტის უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ. იქ მსახიობის ძმისშვილს ქალბატონ ანა ჩხეიძეს შევხვდით. ბავშვობიდანვე ქონდა იმას ნიჭი, ეს იყო თანდაყოლილი ნიჭი. აი როგორც იტყვია, რომ ეს არის თვით ნაბადი ოქრო. ეს არ იყო მსახიობობა შემდეგ დახელოვნებით, რა თქმა უნდა, სწავლა ყველას უნდა და რა თქმა უნდა, თავისი ის აქვს, მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული. უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს სოფელ ფუჩი დაიბადა. 3 წლიდან ზესტაფონში იზრდებოდა. ვიქტორ ჩხეიძისა და ქრისტინე ვაშაძის 11-შვილიან ოჯახში უშანგი პირველი ბავშვი იყო. თეატრი ბაბუამ ვანო ვაშაძემ შეაყვარა. აკაკი წერეთლის მეგობარ ბაბუას პატარა შვილიშვილი ჭიათურის თეატრში ხშირად დაყავდა. უშანგის ორთ გადაუწყვეტია, რომ ის აუცილებლად მსახიობი გახდებოდა. სწავლა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განაგრძო, სადაც მოსწავლეთა სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. თავდაპირველად მუშათა თეატრების ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრის, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბის წარმოდგენებში იყო დაკავებული. 1920 წლიდან თბილისის ქართული დრამის, ხოლო 21 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში მუშაობდა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ ითამაშა უილიამ შექსპირის ჰამლეტი და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც ნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. გალაქტიონს უთხრეს, რომ ბატონი უშანგი ჰამლეტს თამაშობს და თქვენ ალბათ მოგიდება ამის ნახვა, იმიტომ რომ მაშინ შეუძლებელი იყო, იცით? იმხელა განგაში იყო ამ კაცის ასეთ აღმოჩენაზე ბატონი კოტე მარჯანიშვილისაგან, რომ ასეთ პატარა ასაკში ჰამლეტი არც არავის არ უთამაში, არ შეუსრულებია. არავის არ შეუსრულებია და ამიტომ ეს თვითონ აი როგორც დიდი მოვლენად ასე ითვლებოდა ბატონი უშანგი და გაეცინა თურმე გალაქტიონს და რა უნდა იყოს ისეთია და მე მხოლოდ პირველი განყოფილება რომ ვნახე სპექტაკლის წარმოდგენის მეორეზე თვალი რო გავახილე გარეთ ვიყავი ეზოში და მაბრუნებდნენ. სცენაზე უშანგი ჩხეიძე 10 წელი დაყო და დაუვიწყარი სახეები შექმნა. ურიელ აკოსტა, ყვარყვარე თუთაბერი, შექსპირის იაგო და მრავალი სხვა. რომ რჩებოდა თითოეულ სპექტაკლს, კაც რომელსაც ყოველი თამაშის დროს ფიზიოლოგიური ისეთი ცვლა ქონდა 40 აძლევდა სიცხეს, მე 4 საათის განმავლობაში ის ისვერებდა მარჯანიშვილის თეატრში და რო გამოდიოდა ისინი ხელში აყვანილი ბატონი უშანგი მიყავდათ ისე სახლში მოსკოვის ქუჩაზე ბატონ დავით ჩხეიძესთან ცხოვრობდა. უშანგი ჩხეიძის ინიციატივით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად 5 წლის განმავლობაში მუშაობდა. მონაწილეობდა სხვადასხვა ფილმებში, ქარიშხლის წინ, ნარინჯის ველი. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ უშანგი ჩხეიძე მოღვაწეობას სახლში განაგრძობდა. წერდა ლექსებს, პიესებს, წერილებს, მოგონებებს, ხატავდა ესკიზებს. ის 53 წლის ასაკში ექიმების დაუდევრობის გამო გულით გარდაიცვალა. ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი მსახიობის დიდ კულტურულ მემკვიდრეობას ინახავს.